პოლონეთი როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რა პრიორიტეტები ექნება 6 თვის განმავლობაში პოლონეთს საქართველოსთან მიმართებით. ამ თემაზე კონფერენცია თბილისში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი ანალიტიკოსები ესწრებიან. კონფერენციას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკიც. კონფერენციის დაწყებამდე პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა არტურ გებელმა მედიის კითხვებს უპასუხა. პოლონეთი 1 იანვარს გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვამაყობთ ევროკავშირის წევრობით, ვამაყობთ ამ 6 თვიანი თავმჯდომარეობით. ამიტომ დღევანდელი კონფერენცია დაკავშირებულია ჩვენს პრეზიდენტობასთან, ამბიციებთან, პრიორიტეტებთან და რამდენად არის ეს დაკავშირებული საქართველოსთან. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტობა ძალიან მეგობრულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ. პოლონეთის პრეზიდენტობის ეს 6 თვე და მომავალი თვეები და წლები არაჩვეულებრივი მომენტია გაფართოებისთვის და ევროკავშირში წარმატებით წინ წაწევის მცდელობისთვის. როგორც ჩვენ ეს 20 წლის წინ გავაკეთეთ.